წნევა უზარმაზარი პრობლემაა კაცობრიობისთვის, სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. იწვევს გულის დაავადებებს, ინსულტს, თირკმლის დაავადებებს და კიდე სხვა მეორად პრობლემებს. მაღალი წნევის მკურნალობა ამიტომ გადამწყვეტად მნიშვნელოვანია და ადამიანებს სულ აქვთ აზრი, რომ იქნება არის რამე ბუნებრივად, ხომ შეიძლება რომ ბუნებრივად იყოს რაღაცები, რაც დადასტურებულია, რომ მართლა ეფექტურია და მართლა ხელშესახებ შედეგს მომცემს, რეალურად დაიკლებს წნევა. ამაზე ვისაუბრებთ ტოპ 10 საკვები და ტოპ 7 დანამატი, რომელიც შეიძლება მიიღოს ადამიანმა და წნევა შეუმციროს. პირველი რითიც დავიწყებ არის კენკრონები. კენკრონები მარწყვი, მოცვი, მაყვალი, ჟოლო, ნებისმიერი კენკროვანი, რომელიც მოწითალო ან მოლურჯო ფერის არის, გამოსადეგია ამისთვის. შეიცავენ ანთოციანინებს და ანთოციანინები მოქმედებენ სისხლძარღვებს აფართოებენ, აზოტის ოქსიდის გამომუშავებას უწყობენ ხელს, რომელიც სისხლძარღვებს აფართოებს და წნევას ამცირებენ. დაახლოებით ადამიანი ერთი თვის განმავლობაში თუ მიირთმევს 200 გრამ კენკროვანს, წნევა შეუმცირდება დაახლოებით 5-დან 10-მდე მაჩვენებლით, ამცირებს როგორც სისხლის, ასევე გულის წნევას, სისტოლურს და დიასტოლურს გულისხმობ, ორივე წნევას ამცირებს რეალურად. ეფექტურია, ეფექტისთვის ერთი თვე მაინც უნდა მიიღოს ადამიანმა გადაბმულად, ეს მნიშვნელოვანია. კენკრონებს არ აქვს მარტო წნევის დამწევი ეფექტი, არამედ მრავალი ბევრი დადებითი მხარე აქვს. შეიცავენ დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს, მინერალებს, რომელსაც დამატებით სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები არის ბანანი. ბანანი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს და კალიუმს აქვს ეფექტი, რომელიც საწინააღმდეგო არის მარილის ეფექტის. თუ კი ადამიანზე მოქმედებს მარილი უარყოფითად წნევაზე და იცით ალბათ რომ ადამიანს რომ წნევა აქვს, მათი 50% შემთხვევების, ან ნახევარი შემთხვევების პასუხისმგებელი არის მარილი რეალურად. ან მარილი უდიდესი პრობლემაა წნევიანი ადამიანებისთვის და აი ამ მარილის უარყოფით თვისებას აკომპენსირებს ბანანი, იმიტომ რომ კალიუმს შეიცავს დიდი რაოდენობით. თუ მწვანე ბანანს მიირთმევს ადამიანი, დამატებით კარგია, იმიტომ რომ შეიცავს პრებიოტიკსაც და საჭმლის მონელებელი სისტემისთვის და იმუნიტეტისთვის კარგია, მაგრამ ნებისმიერი ბანანი შეიცავს კალიუმს და კვლევებით დადასტურებულია, რომ დაახლოებით თუ დღეში 3 ცალ ბანანს მიიღებს ადამიანი ერთი თვის განმავლობაში, წნევა უმცირდება. 3 ბანანი ცოტა მეტია და ხილზე როცა ვსაუბრობთ ხილზეც და არახილზეც, რაოდენობებს აქვს მნიშვნელობა და თუ კი ვთქვათ 3 ბანანს ჩართავთ დღის განმავლობაში ან 2-ს, 2 უფრო რეკომენდირებულია ვიდრე 3, რადგან 3 ჯამში ბევრია, განსაკუთრებით თუ დიაბეტი აქვს ადამიანს, მაშინ უფრო ფრთხილად უნდა იყოს და აუცილებლად ბანანი მწვანე უნდა იყოს. მაგრამ როცა რაღაცა საკვებს ჩართავთ, ახალ საკვებს, ეს არ უნდა მოხდეს უბრალოდ სხვა ყველაფერზე დამატებით, რაღაცა უნდა ამოიღოთ იმის სანაცვლოდ, ან უნდა ჩაანაცვლოთ, რომ კალორიები დაბალანსდეს. თორე წონაში მოიმატებს ადამიანი, განსაკუთრებით ბანანი მდიდარია შაქრებით და ამიტომ მხოლოდ უბრალოდ 3 ბანანის დამატება რაციონისთვის არ არის სწორი. ჭარხალი არის შემდეგი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური წნევისთვის ასევე. ჭარხალი დაახლოებით 250 მილილიტრი დღეში ერთხელ რომ დალიოს ადამიანმა, წვენის სახით, ამცირებს წნევას დაახლოებით 3 მილიმეტრი ვერცხლის წყლის სვეტით, ან 3 მაჩვენებლით ამცირებს მოკლედ წნევას დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. რატომ? იმიტომ რომ ჭარხალი მდიდარია აზოტის ოქსიდით, აზოტის ოქსიდი სისხლძარღვებს აფართოებს და ეგ არის მისი მთავარი პრინციპი. ჭარხალი ასევე შეიცავს სხვა ნივთიერებებსაც და ანტიოქსიდანტებსაც და ვიტამინებსაც, მინერალებსაც და მდიდარია ზოგადად და სხვა სისტემებისთვისაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც დადასტურებულია კვლევებით წნევისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. შემდეგი მნიშვნელოვანი საკვები არის შავი შოკოლადი. შავი შოკოლადი იგულისხმება 75%-იანი და ზევით.
არა რძის და არა უბრალოდ თეთრი შოკოლადი და ესეთები, არამედ კაკაო რომ მქონდეს მაღალი კონცენტრაციით. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კაკაოს ფლავონოლები არის ის, რაც მოქმედებს სისხლძარღვებზე და ენდოთელიუმზე, სისხლძარღვის ენდოთელიუმზე აზოტის ოქსიდის გამომუშავებას უწყობს ხელს და აფართოებს სისხლძარღვებს. აქ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, ბევრი შოკოლადის მიღება არ არის სასურველი, ოპტიმალური დოზა 25 გრამია დღის განმავლობაში. 25 გრამი დაახლოებით არის 4 ბალიში. გააჩნია რამხელა ბალიშებია, გააჩნია რამხელა შოკოლადია, მაგრამ უხეშად ესეა, ზოგჯერ ცოტა მეტი, ზოგჯერ ცოტა ნაკლები. და მნიშვნელოვანია აქ კალორიების დაცვა, რადგან ზოგი თუ მთლიანი ფილა შოკოლადი შეჭამა ადამიანმა დიდ რაოდენობა კალორიებს მიიღებს და იმ პოზიტიურ ეფექტს, რაც შოკოლადს შეიძლება ქონდეს, პირიქით უარყოფითად აქცევს. შავი შოკოლადი ასევე ინსულინ რეზისტენტობას აუმჯობესებს და ამ ხრივაც კარგია. ოღონდ კიდევ ერთხელ 75% ზევით უნდა იყოს პროცენტულობა. ეს მნიშვნელოვანია, რათა სარგებელი იყოს მეტი და არა ზიანი, რაც შოკოლადმა შეიძლება მოიტანოს. შემდეგი მეხუთე საკვები არის მწვანე, რაც არის ისპანახი მაგალითად ან ასპარაგუსი, მე მგონი სატაცურია იგივე თუ ვცდები შემისწორეთ და კიდე აი სუფთად მწვანე რაც არის, მწვანე ფერი რაც აქვს, ეგეთი ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს, ნიტრიტებს, ანუ აზოტსაც დიდი რაოდენობით შეიცავს და ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, ხელს უწყობს ნატრიუმის დაბალანსებას, განსაკუთრებით ადამიანები, ვინც დიდი რაოდენობით ჭამენ მარილიან საკვებს, მათთვის არის განსაკუთრებით კარგი, რომ ეს მწვანეები მიიღონ, რათა დაკომპენსირდეს მარილი. თუმცა მარილის შემცირება უფრო კარგი საშუალებაა, ვიდრე ის, რომ ის საკვებით სად დაკომპენსირება, მაგრამ ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ მარილის შეზღუდვას ეცდება, მაინც როგორც წესი ზედმეტი მარილი მოძდის და აი მაგ ზედმეტს დააკომპენსირებს, თორე ადამიანი თუ ზოგადად ბევრ მარილიან საკვებს ჭამს, ამას ვერ უშველის მწვანელები და მწვანეულობა, მჭირდება რომ უბრალოდ მარილი შეამციროს, მაგრამ აი ის ნარჩენი მარილი, რასაც მაინც შეჭამს ადამიანი და ყველაფერი მარილს შეიცავს პრაქტიკულად, რაც შეიძლება რომ მაღაზიაში იყიდო, მაგის დაკომპენსირება შეუძლია როგორც ბანანს, ასევე აი ამ მწვანე ბოსტნეულს. და მეექვსე და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, რაც შეიძლება ვთქვათ, არის ნივრის ექსტრაქტი, ვისაც შეუძლია რომ პირდაპირ ნიორი შეჭამოს ნიორი, თუ არა ნივრის ექსტრაქტი, ნიორი 2 კბილი დღის განმავლობაში და მნიშვნელოვანია იმით, რომ შეიცავს ალისინს. ალისინი მთავარი მოქმედი ნივთიერება ნივრის, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, მათ შორის არის რომ სისხლძარღვებს აფართოებს, აზოტის ოქსიდის წარმოქმნას უწყობს ხელს, ასევე ანგიოტენზინ რეცეპტორის, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის ფუნქციასაც ასრულებს, მსუბუქი და ბუნებრივი და ამიტომ ერთ-ერთი ძლიერი წნევის დამწევია, იმდენად ძლიერი, რომ აი 10 მმ ვერცხლისწყლის სვეტამდე შეიძლება დაწიოს წნევა, რაც ზევით ჩამოთვალე, იმათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია, თუ არა ყველაზე ეფექტური. მისი რეგულარული მიღება შეიძლება, ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ანტივირუსული მოქმედება, ანტიბაქტერიული მოქმედება, შესაბამისად ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც შეიძლება მიიღოს ადამიანმა. თუ შეძლებს ყოველ დღე, თუ ვერა, მაშინ ექსტრაქტის სახით, დანამატების სახით იყიდება და მისი რეგულარული მიღებაც შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ხარისხი მნიშვნელოვანია, რომ გაკონტროლდეს, როგორი ხარისხის იქნება, რასაც იყიდით. კუჭს აღიზიანებს თუ არა, აღიზიანებს კი, ზოგ შემთხვევაში, ვინც ისე ჭამს პირდაპირ, განსაკუთრებით მათთვის. ამიტომ შეიძლება დანამატის მიღება უფრო მარტივი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც უჭირს რეალურად პირდაპირ ნივრის ჭამა. და შემდეგი მნიშვნელოვანი საკვები არის შვრია, შვრიის ფაფა განსაკუთრებით, უნდა იყოს სრულმარცვლოვანი. შვრიის ფაფა შეიცავს საკვებ
ბოჭკოს, ხსნად ბოჭკოს, რომელიც ინსულინის მდგომარეობას აუმჯობესებს, რომელიც მაკრონუტრიენტების შეწოვას ამცირებს, კარგია იმ მხრივ, რომ სისხლში შაქრის დონეს ასტაბილურებს და ცილა, რომელსაც შვრია შეიცავს, ასევე ეხმარება სისხლძარღვების გაფართოებაში და წნევის შემცირებაში, ვინც ადამიანები, ვინც რეგულარულად ჭამენ შვრიის ფაფას, მათ აქვთ წნევა შედარებით დაბალი და დადასტურებულია კვლევებით, რომ 5-დან 7 მმ ვერცხლის სვეტამდე შეუძლია წნევის შემცირება, თუ ადამიანი რეგულარულად მოიხმარს. და შემდეგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის თევზის მიღება. თევზის მიღება, განსაკუთრებით ცხიმიანი თევზის მიღება, კვირაში 2-ჯერ დაახლოებით 150 გრამი რომ შეჭამოს ადამიანმა დღის განმავლობაში, თუ მეტჯერ ეგეც შესაძლებელია, თუმცა თევზს აქვს თავისი რისკები, შეიძლება დაბინძურებული იყოს მძიმე მეტალებით და ეს გასათვალისწინებელია, ამიტომ არის რომ კვების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და კვირაში 2-ჯერ ჯობია, ვიდრე ყოველ დღე, როცა მით უმეტეს თევზის წარმოშობა არ იცი. ომეგა-3-ის გამოა კარგი, ომეგა-3 არ არის ძლიერი წნევის დამწევი, მაგრამ აქვს წნევის დამწევი ეფექტი და საგრძნობი და მნიშვნელოვანი, მით უმეტეს ბუნებრივი და ამიტომ თევზი შეიცავს ამ ომეგა-3-ს ბუნებრივად და ამის გამო ომეგა-3 და თევზი მიიჩნევა ერთ-ერთ კარგ საშუალებად ბუნებრივად როგორ ვაკონტროლოთ წნევა. და შემდეგი არის ფისტა და თხილეულობა. ფისტა და ნებისმიერი თხილეულობა პრინციპში შეიცავენ მაგნიუმს, კალიუმს და სხვა მინერალებს და ვიტამინებს, ზოგადად მდიდარია თხილეულობა მინერალებით, შეიცავენ L-არგინინს, რომელიც სისხლძარღვებს აფართოებს და აუცილებელია სისხლძარღვების გაფართოებისთვის, აზოტის ოქსიდის წარმოებისთვის, შესაბამისად რეგულარულად ვინც იღებს თხილეულობას კვირების განმავლობაში, ამ ადამიანებს აქვთ მუდმივად შედეგი წნევის გაუმჯობესების და ბევრი კვლევა ადასტურებს ამას, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ თხილეულობა ძალიან მაღალკალორიულია, ამიტომ თუ თხილს ჭამთ, ზომიერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთ ჭამაზე დაახლოებით ადამიანმა უნდა ჭამოს 28 გრამი, 28 გრამი თხილეულობა არ აქვს მნიშვნელობა, რომელი იქნება, რაც დაახლოებით არასავსე მუჭია. აი ზომით რომ ვთქვათ, შესაბამისად აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა რაოდენობას, რადგან ძალიან ადვილია თუ კი ადამიანი მიიღებს თხილეულობას წონაში მატება ასეთ დროს. და მეათე არის იოგურტი. იოგურტი არის ერთ-ერთი საუკეთესო ზოგადად საკვები, რომელიც ადამიანმა შეიძლება მიიღოს. არის ბუნებრივი პრობიოტიკებია, სასარგებლო ბაქტერიებს შეიცავს და საუბარია ამ შემთხვევაში არა ტკბილ, არამედ შაქრის გარშე იოგურტზე, ბერძნულ იოგურტზე, რომელიც მდიდარია ცილებით, იღებ დიდი რაოდენობით ბუნებრივად ცილებს, ასევე ეხმარები ორგანიზმს, ეხმარები საწვისმომნელებელ სისტემას და წნევის შემცირებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს იოგურტი, არა ძალიან პირდაპირ, მაგრამ არაპირდაპირი, მაგრამ მნიშვნელოვანი მოთამაშეა შესაბამისად ამ ტოპ 10 საკვებში შედის თავისი ეფექტურობიდან გამომდინარე. ახლა გადავიდეთ საკვები დანამატებზე. მაგნიუმი არის საკვები დანამატებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგნიუმი მოქმედებს როგორც დაახლოებით ბუნებრივი კალციუმის არხის ბლოკერები და მაგნიუმის რეგულარული მიღება დაახლოებით 300-დან 400 მგ-მდე დღის განმავლობაში წნევის შემცირებას უწყობს ხელს. ანუ ფაქტიურად წნევის წამალივით არის ონმსუბუქი ძალიან რა. და თან ისეთი, რომ არაფერი ზიანი არ მოაქვს მაგ დოზებში და პირიქით თავის ტვინისთვისაც კარგია, კუნთებისთვისაც კარგია და სისხლძარღვების მოდუნებისთვისაც კარგია. კალიუმი არის მეორე მნიშვნელოვანი საკვები დანამატი, განსაკუთრებით ვისაც წნევები აქვს იმ ადამიანებისთვის. ადამიანს დაახლოებით სჭირდება 3500-დან 5000-მდე მილიგრამი კალიუმის მიღება, როგორც ვთქვით, ბანანი შეიცავს კალიუმს, მაგრამ ვისაც წნევა აქვს, ზოგჯერ როცა ადამიანები დიდი რაოდენობით იღებენ მარილს, არ არის საკმარისი, უბრალოდ ბანანის ჭამა და წნევიან ადამიანებს ხშირად მინიშნავენ ხოლმე კალიუმსაც დამატებით. ოღონდ კალიუმის კონტროლი აუცილებელია, არ უნდა მოუვიდეს ადამიანს ბევრი, ისევე როგორც კალიუმის დეფიციტიც არის საშიში, ასევე მაღალი დოზების საშიში, ამიტომ დაახლოებით
3500 მგ-ს უნიშნავენ ხოლმე კალიუმს დანამატის სახით დღის განმავლობაში ზრდასრულებს წნევას ამცირებს მნიშვნელოვნად, რადგან მარილის საწინააღმდეგო ფუნქციას ასრულებს რეალურად, მარილის გამოდევნასაც უწყობს ხელს ორგანიზმიდან და კუნთების სისხლძარღვების კუნთების მოდუნების საშუალებას იძლევა. და ომეგა-3-ია შემდეგი მნიშვნელოვანი საკვები დანამატი, ომეგა-3 პირდაპირ, ვისაც თევზის საშუალებით არ უნდა პირდაპირ შეუძლია მიიღოს, როგორც საკვები დანამატი, დაახლოებით 2-დან 3 გრამამდე ნიშნავენ ხოლმე, როცა უნდათ რომ წნევისთვის დანიშნონ. ომეგა-3 არ არის ძალიან ეფექტური წნევის შემცირებისთვის, მაგრამ სხვა ორგანოთა სისტემისთვის, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს ძლიერი, ტვინისთვის მნიშვნელოვანია, ტვინის ფუნქციონირებისთვის და ძლიერი ანტიოქსიდანტია. შესაბამისად, არა მარტო წნევას ამცირებს, არამედ მისი დიდი დადებითი თვისებების გამონიშნავენ ხოლმე, რაც უდავოა და ბევრი კვლევით დასტურდება. შესაბამისად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიიღება უსაფრთხოა როგორც წესი. და შემდეგი საკვები დანამატები არის კოენზიმ Q10. კოენზიმ Q10 ხშირად გულის მკვებავსაც ეძახიან ხოლმე და ანუ ენერგიის პროდუქციისთვის არის მნიშვნელოვანი და თუმცა გააჩნია ადამიანს შესაძლებელია რომ ადამიანმა შეხედოს როგორ უხდება მის ორგანიზმს, რადგან რო თქვათ რომ რაღაც ძალიან ძლიერი კვლევები აქვს, არა შერეული კვლევები აქვს ეფექტურობაზე, კვლევების ნაწილი ადასტურებს რომ ეფექტურია, ნაწილი ადასტურებს რომ ისე რა და ნაწილი ადასტურებს რომ დიდად ეფექტური არაა. შესაბამისად, ანუ კოენზიმ Q-ს ვერ დავეყრდნობოდი სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით, რომელიც აქამდე თქვი ბევრად ეფექტურებია და L-არგინინი კიდე, L-არგინინი არის ესეთი საკვები დანამატი, რომელიც ასევე წნევის შემცირებას ეხმარება რეალურად და ბუნებრივად წნევას ამცირებს, თან ზოგადად მიიჩნევა როგორც უსაფრთხო და D ვიტამინია კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. D ვიტამინი იცით რომ ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური ვიტამინია და კალციუმის ცვლისთვის მნიშვნელოვანია და კალციუმი კიდე სისხლძარღვების შევიწროებისთვის და მოდუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და D ვიტამინის დეფიციტი ვისაც აქვს, იმ ადამიანებში ხშირია უფრო მაღალი წნევა და თუ წნევის შემცირება გვინდა, D ვიტამინის დარეგულირება აუცილებელია. საშუალო დოზა არის 600-დან 800 საერთაშორისო ერთეულამდე D ვიტამინის მიღება, თუმცა ბევრად მაღალი დოზებითაც შესაძლებელია. გააჩნია, თქვათ 1000, 2000, ზოგჯერ 5000-იც ინიშნება, გააჩნია ადამიანის კონკრეტულ შემთხვევას და რა მდგომარეობა აქვს D ვიტამინის მხრივ. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.